ერს, რომელიც სულ 3 მილიონი ნახევარი ვარ, ჩვენთვის მაგალითად 100,000 უცხო ტომელი აქ შემოსული, სერიოზული ცვლილებაა დემოგრაფიაში. ეგ რა ვიცი ხა, ნიუ-იორკი ვერც გაიგებს, 100,000 კაცი დაემატება თუ მოაკლდება, ნიუ-იორკისნაირი ქალაქი ვერ გაიგებს და ჩვენ ბიჭო, მთელი ქვეყანა ვართ 3 მილიონი ნახევარი და მაგ 3 მილიონი ნახევრიდან ქართველი რამდენი ვართ? ეგ კიდე სერიოზული კითხვა არის ზემოდან. როგორი რაღაცა, იცი? მე-18 საუკუნეში მაშინდელი ყველაზე სამშენებლო ბიზნესზე უფრო გავრცელებული და რენტაბელური და კომერციული მოვლენა იყო ტყვეთას ყიდვა. რამე თუ მომგებიანი იყო, ყველაზე მომგებიანი იყო ბიზნეს თვალსაზრისით ტყვეთას ყიდვა. იმერეთის მეფის ოჯახის წევრებიც კი იყვნენ ჩართულები. მაგაზე იდგა მაშინდელი ეკონომიკა და მაგიტომ უჭირდათ მათ შორის მეფეებს. რატო ვერ ეწინააღმდეგებოდა და ვერაფერს ვერ შვებოდნენ? იმიტომ რომ მთელი მაშინდელი თავადაზნაურობა და ფულიანი ხალხი ამაში დაინტერესებული იყო და ქართველები სისხლისგან ვიცლებოდით. და იგივე ხდება, კაცო. არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ სხვა ეპოქაშია და ბიზნეს სხვა სახელი ქვია. რა მნიშვნელობა აქვს?